გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR White და Tysonსაც. დღეს მივდივარ მიწისქვეშა თავშესაფარში, მაგრამ სრულიად სხვა გზით. ზემოდან დავეშვი ხევზე. მაინტერესებს თან თვითონ ხევი როგორია ზემოთა მხარეს. მომეწონა იყო ბევრი სოროები, თვითონ ხევში ესე გადმოწენილი ხეები, უზარმაზარი ლოდები, როგორც ჩანს გაზაფხულზე მაგარი წყალი მოდის აქეთ. იმედია ვნახოთ ხოთა. ჩემ თავშესაფრამდე არ ვიცი ზუსტად რამდენია დარჩენილი, იმიტომ რომ ასეთი გზით პირველად მივდივარ. უკვე ჩაუჯექით ვიდეოს. ბოლოს ვიყავი ზამთარში. ზოგან ეს წეული ხეებია და ესე აცუდი. დიდ თოვლში ვიყავი და მაშინ მაგამ მდგომარეობაში იყო და ახლა არ ვიცი რა სიტუაცია იქნება და ნახოთ. თან გემრიელობას მოვამზადებ და ახალ დანასაც გავტესტა. ყვავილებით ატყესავსე და ეს ნახეთ რა საინტერესო ფორმის ბოლქვია. აი რაღაც განსხვავებულია და საკმაოდ ლამაზიც, შეხედეთ. აი ღმერთს ყოველ მის ქმნილებაში უნდა ხედავდეთ, ესენიც ხო ცოცხალი არსებები არიან, მცენარეები. ესეც როგორი ლამაზი არის, იდეალურად ლამაზი თანაც. ვაა. შიგნით ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ასეთი სიტუაცია შიგნის ბუხარი რაც მქონდა სულ ჩამონგრეულია, კარებიც იყო შეწეული შიგნით ამხარეს. აი ბუხრის ხარი იმდენადაა ჩამონგრეული, რომ ქვები ყრია იქითაც. აი ყრია რამდენიმე ქვა. არ ვიცი რა შეიძლება გამოეწვია, იმიტომ რომ ანუ იმხელა თოვრი იყო მაშინ გახსოვთ ის ვიდეო და საერთოდ არ გაფუჭებულა აი. შიგნითაც კი არ იყო ჩამოსული და ბუხარიც იდგა რა. შენივრად კარებიც უგადათოვლილი იყო და მის მერე თოვლი არ ყოფილა, ეგ 100%-იანი ვიცი, იმიტომ რომ ეგ იყო ბოლო თოვლიანი ვიდეო, ჩემთვის მერე ეგრევე დაცხა, გამოთვა. წვიმა არ ყოფილა, ქარი არ ყოფილა. ქარი რომ ყოფილი იყო, ისე ვიძახი, შიგნი ვერ დაანგრევდა, დახურულია მთლიანად. შეიძლება რაღაც ცხოველი მოხვდა რა მაგ ადგილს. ისეთი არის. ზემოდან რაღაცამ რომ გადაიაროს ვერ შეამჩნევს. ცხოველი ტურა, კურდღელი, შველი, რავი, აქეთ გლები არიან, მაგრამ მაგ დროს თუ იქნებოდა, ეგ არ ვიცი. თორე რაც დათვება უკვე ზემოთ ვიდიან. ნუ შეიძლება თოვლის პერიოდშიც მოხდა ეგ შემთხვევა. ანუ რაღაც ცხოველმა გადაიარა ოეჭველი და ჩამოანგრია და შეიძლება შიგნით ჩავარდა კიდეც, იმიტომ რომ კარები იყო ფაქტობრივად ჩახსნილი რა ნახევარი მხარე. თქვენი ვარაუდების დაწერეთ. ეხლა მაგას შევაკეთებ. მე ცეცხლსაც დავანთებ და ამ ადგილთან დაკავშირებით ერთი იდეა მაქვს და მე გაგაცნობთ. ძალიან ცუდ დღეში აქაურობა. საიდან დავიწყო? აი ეს სამწადმოწირებით. ორივე მხარეა ჩამოშლილი, ნუ აქეთა უფრო დგას. ეს აქ იყო. ყელები იყო გაშვებული მგონი აქეთ. ეს დღეს კი მეყოფა შეშად.
მეგობრებო, თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა, იმიტომ რომ მე ნახდად არ ვიცი. აი ეს მცენარე. ჩინს რო ძალიან წააგავს. აი ნახეთ რა მაგრაგო. რა არის ის? თუ იცით ასახელება. როცა თან ხერხი არ გაქვთ და ენერგიის დაზოგვა გინდათ, ეს კარგი ვარიანტია. ოდ მეორე მხარეც კაი უნდა იყოს. ამინდი აშკარად შეიცვლება, როგორც აცხადებდნენ. იმიტომ რომ ღრუბელია. აწი დაიწყება წესით გაზაფხულის წვიმები. მაგას ცალკე თავისი მუღამი აქვს, მაგრამ წეს დიდი იმედი მაქვს შარშანდელივით არ გაგრძელდება, იმიტომ რომ შარშან თითქმის შარშან წესიერი ზამთარი არ ყოფილა და გაზაფხული და ზაფხულის ნახევარი მაინც სულ წვიმდა რა. ხო და მაგდენი წვიმა ზოგადად არ არის კარგი, აი არაფრისთვის არ არის კარგი. ძალიან ბევრი წვიმა და ნახოთ აბა წელს როგორი გაზაფხული გვექნება. უბრალოდ წელს მაგარი ზამთარი იყო, მართლა მთელ საქართველოში ზედმეტად დიდი თოვლიც კი მოვიდა და მაგიტომ მგონია რომ იმდენად ხანგრძლივი წვიმების სეზონი არ გვექნება. იქ ხა რაღაც შევნიშნე ამოთხრილი. მაინტერესებს ერთი ავიდე. ახალი ამოთხრილია და იმიტომ ამბობ. გამო ბიჭო, რო დაეყუდე მან იქნება რა არის. სორუარი რაღაცის. აი ეს არის ახალი ამოთხრილი. ფოთოლიც კი არ ყრია ზედ. არც ყვავილები ამოსული. ნაპირებშია მარტო. კაი ღრმა სორუათან. ამას რო უთხრა ხა ქსანრამე, ჩუმად ვეთყვით. ქსანრამე რო უთხრა, თხას დაიწყებს და შევა. კოკრისპანიელები არ არიან სორო ძაღლები, ფრინველებზე მონადირე ძაღლები არიან. კურდღაზეც იყენებენ ხოლმე, მაგრამ სოროებიც უყვართ რა. მაგიტო არ ვეთყვი, თავს შევიკავებ. ესე ჩემი თავში საფარი. ჩამო ტაისო, ჩამო. იმაზე არ იყო. ის რა ქვია, დღეს თავში საფარში არ დავანთებ ცეცხლს, იმიტომ რომ მე თვითონ მაგრად ვცხელა ახლა. ეს უნდა გავიხადო უკვე და ცეცხლს დავანთებ თავში საფრის ზემოთ. აი აქ არის თავში საფარი, აქ დავანთებ ცეცხლს. ცოტა ნიავზე ვიქნები. თორე ცხელა მაინც მიუხედავად იმისა, რომ ღრუბელია და შეიძლება დღეს ვიიწვიმოს. წვიმების სეზონზეც ვეცდები რომ ვიაქტიურო. შეავაჟ ბოტონს ჯანთან ჩამომიწდა. ეპიდოგი ადგილზე არის და ვაზერინის პორტურა. ესე. ან თავში საფარზე ვფიქრობ ერთ დღეს რომ მოვიდე, მაგრამ წვიმები რო დაიწყება, მაგ პერიოდში უბრალოდ არ გამოვა. და წესი და რიგი დღესვე იწყება. აი რომ მოვიდე, შიგნიო შევძვრე და ჩავაღრმაო თქო და გავადიდო. ოღონდ შიგნიდან უკვე რა, გარეთ რო ხელი არაფერს არ ვახრო. ეგ ვიფიქრე. ერთი ვარიანტი ვიფიქრე საერთოდ რომ დავანგრიო და მერე გავთხარო და მერე გავაკეთო დიდი. იგივე არის რას, ანუ
მაგრამ არ ვიცი რომ ეს ვიზავ. ვთქვათ, წვიმების დროს შეიძლება აქეთ აღარც გამოვიდე. აზრი არ ექნება. ეს ეხა წყალგამძლე თავში საფარი ნამდვილად არ არის. ჩათვალეთ ტალახში უნდა ვიჯდე მე. აი, თოვლში მაგარია. დღეს ყველაფერს ამდანით გავაკეთებ. დანა მაქვს მედანესგან. ეს არის კანადური საქამრე დანა. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება, იმიტომ რომ ასეთი განსხვავებული ვიზუალის მქონე დანა ჯერ არ მქონია. ერთი შეხედვით აი კარაქის დანა გეგონება რა, მაგრამ cold steel-ის არის გერმანული 4116-ია მისი უჟანგავი ფოლადი. დამზადებული არის ტაივანში. იგივე დაშვება, ანუ flat grind დაშვება აქ, როგორც cold steel Voyagers და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. თან ტიპი დანის თვითონ არის სალაშქრო სათეზაო ყოველდღიური. არ და რო შევხედე თავიდან უბრალოდ სამზარეულოს დანა მეგონა. დავინტერესდი ძალიან ამით. და კიდევ დანა არის ქარხნულ ლესვაზე. დღეს წამოვიღე დუშეთის ქათმის ბარკლები, რომელიც წინაზე გითხარით რომ ვაკუუმშია. აი მე და დავით მორო შევწვით ჭქმერული, ძალიან მომეწონა. ხო და დღესაც ქათამს მოვამზადებ. ბარკლებზე მაქვს მაგარი იდეა მომზადების და ნახოთ აბა როგორ გამოვა. ამიტომ ვსერავ. დავაპატარავებ თან ნაჭრებს. ამას ზვალიც მოვაჭერი მჭირდებოდა დანის ტესტზე, რომელიც ცოტა მოგვიანებით იქნება. არა ხორცზე მომწოს ეს დანა. სახშის დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი ხამე აი საჭმელების მოსამზადებლად. აჰა. დროებით ფიცარი არ გჭირდება. აქვე მაქვს აჯიკაიას მშრალი აჯიკა. ეს მაგრად მიყვარს კერძებშიც და ისე საჭმელებშიც ძალიან კარგია. რას ვაპირებ ახლა? ნინი მომაწოდა ეს იდეა. მედია ძალიან ბევრი არ არის. და ძალიან ცხარი არ გამოვა. გავშალოთ. ამას ვაპირებ ზეთი აურიო. და ზეითუნის ზეთში რომ აურევ, მერე შეიძლება ცოტა ისეთი გახდეს. რომ ქათამზე წასმად შევძლო და ამით შეწვა. გამოდის. შეგეძლოთ даже წყალიც კი აურიოთ. და ცოტა დანაც გადავატარო. ტაფის დასადების თემა მინდა ეხა გავაკეთო. ესენი დაუდერო გვერდებიდანაც სიმხოვალე კონდეს. რა იყო და ისონ? ნერწყვი გადაყლაპე?
არა შენ ვერ შეჭამ ამას წარე იქნება. თან შენი საჭმელი უკვე მიირთვი. ძალიან გემრიელი გამოვა, გული მიგწნობს. ამას ზემოდან მოვაყრე რაც დარჩა. ეს თანაბრად უნდა თორე აი ესე დაიწყება ეს არაფერი დაბრწყულია გემრიელი იქნება მაგრამ რო გამეჩერებინა მასა დაიწყებოდა დაისონ არ შეიძლება ჭიანჭველებს უღებდი ახლა ახლო კადრებს ძალიან ულტრავაიდით და რაღაც მინდოდა მეკითხა კვამშიც რემლებს დავუმიდა ეს არის ფიტრი ეს არის პარაზიტი ნახევრად პარაზიტი მცენარე უფრო რომ დავაზუსტო რომელიც ხეს უჩნდება სხვადასხვა გზებით და მე ხეს ნელ-ნელა კლავს მარადმწვანე არის თან და TikTok-ზე დავდე მაშინ ფიტრზე ვიდეო და იქ დამიწერეს კომენტარებში რომ ფიტრით საქართველოში თურმე ძველად ამზადებდნენ წებოს. აუ რაღაც მოვხდა ცუდი თორე. ხო და ვინც იცით ეგ მეთოდი ძალიან მაინტერესებს დიდი სიამოვნებით ვწდირი. აი ბუნებრივი წებო როგორი იქნება რა ფიტრისგან კონკრეტულად და ვინც იცით მეგობრებო გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ ან Facebook-ზე ან Instagram-ზე მომწერეთ ლინკები ყოველთვის აღწერაში მოხომ ერთის და მეორესის და თუ ვიღაცას მართლა ეცოდინება და ამიხსნის ზუსტად აუცილებლად ვთქვი ფიტრით წებოს გაკეთებას. ეს შარვალი განადგურდა დღეს რა ზემოდან რომ მოვდიოდი ძალიან კარგია და მაგარი ცხარეც
აუცილებლად სცადეთ ასე. მშრალი აჯიკა. ამ შემთხვევაში მე აჯიკაიას გამოვიყენე. ჩემი ფავორიტი აჯიკაია და ზეთშიან წყალში აურიეთ და აუსვით ქათამს. საოცრება არის. და ძალიან წვნიანია. ისე როგორც ასეთი კულინარის კონტენტი თუ გიყვართ ჩემს არხზე, თქვენი ნება არის, ჩემიც, მაგრამ თქვენი სურვილია და კომენტარებში დამიწერეთ და ხშირად გავაკეთებ ხოლმე სხვადასხვა საჭმელებს. უბრალოდ შეწვა და რამე არა. პირადად შემოფიქრებულს ისე საჭმელებს და ასე შემდეგ. ნახეთ რა მაგარი გამოვიდა. შეგერგოთ ბიჭებო, შეგერგოთ. რა მოიტანს ახლა ამას ზემოთ. ესე ფიქრობენ ალბათ. მაგრამ ჭიანჭველებისთვის შეუძლებელი არაფერი არის. აი, მაგაშიც კი რაღაც დაგვიტოვა ღმერთმა, მაგალითად, როდესაც ჭიანჭველების შექმნა ასე როგორც არიან რა, რაც ჩაუდა მათ თავში. ეს ერთობლივად რომ მუშაობენ, საოცარი წყობა რო აქვთ, როგორ უჯერებენ მეთაურს უჯერებს მათ, ანუ ყველაფერი იდეალურად რო აქვს ჭიანჭველებს ფუტკრებს. და ჩვენ კიდე ადამიანები პირიქით ვართ. ერთმანეთისთვის ცუდი გვინდა, გშურს ერთმანეთის ადამიანებს, არ გვიყვარს ერთმანეთს არ ვეხმარებით, ერთმანეთს არ უჯერებთ. ამას ვაუბრობ ზოგადად, თორე ჩემ თავზე და შენ თავზე და იმაზე კი არ ვამბობ. ზოგადად, როგორც ადამიანი. აი, ჭიანჭველები კიდე ხო ხედავთ ერთად რომ არიან, რამდენი რამ შეუძლიათ. სამწუხაროდ ქართველები დღეს გაყოფილები არიან. რამდენიმე ნაწილად არის საქართველოს გაყოფილი ხალხი, ქართველი ხალხი. ზოგი ვიხარის არის, ზოგი ვიხარის არის და საბოლოო ჯამში რა ვიღაცები ისევ ხალხს იყენებენ, ერთმანეთში აჩხუბებენ, აუმებენ, ალანძღინებენ ერთმანეთს აცემინებენ და თვითონ კი არიან კარგად, ყველა მხარე. აი, ყველა მხარე. და საბოლოო ჯამში ხალხი რჩება ცუდად. განადგურებული და ბოლოს რა დაგვრჩება ეხლა რომ გავიხსენეთ გამნიცხოვრებას რომ ერთმანეთს ვანადგურებდით და ვჭამდით. ამიტომ მეგობრებო ვეცადეთ რომ პირველ რიგში ყველა გვიყვარდეს და რა თქმა უნდა ჩვენი ერი ქართველები. მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველებიც. კი ბევრი ისეთი ადამიანია ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდა და რაღაც, მაგრამ მაინც ყველა გვიყვარდეს ჯობია. ეს სიყვარული ჩემი აზრით რაღაცა შევცვლით. დანის ტესტის დროც მოვიდა, როგორც უკვე ვთქვი, ქოლდსტილი. ქარქაში საკმაოდ ლამაზია ჩემი აზრით მომწონს. აი, მურას ქარქაშებს მირჩევნია. ჩემი აზრით რომ თქვა. ძალიან სადაა და საინტერესო ფორმა აქვს ჩემთვის. როგორც ჩანს, რადგან კანადური ქამრის დანა ქვია, საქამრე დანა, ეტყობა კონკრეტულად კანადაშია ეს სტილი გავრცელებული, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ფორმა აქვს, აი ტარიხო ესია, დანა ესე მოდის. და მაგიტო რაღაცნაირად მიმიზიდა ამ დანამ. თანაც ბიუჯეტური დანა არის, ვისაც იაფიანი დანები გაინტერესებთ თავიდან დამწყებებს, გონი 80 თუ 70 რამე ღირს. როგორც გავტესტავ, ეს იქნება ბოლო, იმიტომ რომ მაინტერესებს პირი რამდენად შეიცვლება. მანამდე მოდი ჯერ დავიწყოთ უბრალოდ ხის თლით. რადგან პირის დაშვება არის flat grind, მაგიტო კარგად თლის. თლა მომეწონა. წვერი მაინტერესებს ბანე მაქვე. წვერზე ცვლილება არ არის, თანაც საკმაოდ წვეტიანი პირი აქვს.
ახლა ზემო მეწონა. აქვე მაქვს ძვალი ჩავარტყავ. ეს ქათმის ძვალია წეღან ქათამს მოვაჭერი ცალკე. ხო ორჩატყმაში გაჭრა თან ისე ძალდატანებით არ ჩამირტყავს. ლაითაც ჩავარტყი და ძვალის ჩათლა. ამასაც კარგად გაართვა თავი. პირს გავწმენთ სანამ თოქზე მივალ. დანა გავწმინდე თოკის ჭრა ეს არის. კიდევ შეგახსენეთ, იმიტომ რომ ყოველ ტესტზე ვიძახი ხომ მაინც შეიძლება ვიღაც ახალი გვიყურებდეს და არ იცოდეს. ეს არის სამთო თოკი, სპეციალურად არის ძალიან მაგარი, მარტივად რომ არ გაიჭრას. ვიწყებ წვერიდან და მივუყვები ბოლომდე. ზუსტად ერთი გაჭრა. ბოლომდე არც მისულა რა აქამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად ჭრის. უმეტესად როდესაც დანებს ტესტავ ხოლმე 2 ან 3 გაჭრა სჭირდებათ ხოლმე რა, ჩასმა, რომ ეს თოკი გაჭრანდა. ამან ერთს ექნა, აი, კიდევ ცადოთ. ნახეთ, შუამდე მოვდივარ და უკვე გაჭრილი არის. ეს ნაკავიცალკე. გამოყენების მერე დანა გამოიყურება ასე. არანაირი დაზიანება არ მიუღია, არც ძვალზე, არც ხეზე. ესეც ჩვენი უცნაური ვიზუალის მქონე დანა გაიტესტა და ტესტი ჩააბარა წარმატებით. აქ მე პარაკორდის თოქს დავუმატებ, მოუხდება. და არის კარგი არის. ზოგადად მე თვითონ წუნი ადამიანი არ ვარ და იშვიათად რომ რაღაც მარცა ძალიან დავიწუნო თორე. რაღაცები ხარ ხომ რომ არ მომწონს. მაგრამ ეს რავი, ერთადერთი რაც შეიძლება მასში არ მომწონს თქო ის არის რომ აგრესიული ვიზუალი არ აქვს. აი დანებში მიყვარს ცოტა ისეთი ვიზუალი რო აქვს რა რაღაც აგრესიული და ეს არის როგორ გიხარ კარაქის დანაა რო შეხედავ. მაგრამ როგორ ჩანს მაგარი გამოდგა. და მე მომეწონა როგორც საქამრე კანადური დანა. მეგობრებო, ერთ პატარა თემაზე მინდა ვისაუბრო. ახლა მოკლედ ვეცდები რომ მაქსიმალურად მოკლედ თქვა. ეს თემა ეხება ამ ტიპის კომენტარებს, აი როდესაც შემოდიან და წერენ ხოლმე რომ აი მარტო საჭმელად წახვედი ან ვიდეოში არაფერი მოხდა, დაძაბულობა არ იყო. მაგას მინდა უპასუხო მოკლედ. მეგობრებო, პირველ რიგში გეტყვით რომ ქართულ არხს BBR-ს ვაკეთებ ჩემი სიამონების გამო. მე თვითონ მიყვარს თქვენთვის ვიდეოების კეთება, თორე აქ რომ მოვდივარ, უცხოური არხისთვის არაფერს არ ვაკეთებ. სულ სხვა თემებზე მაქვს მე უცხოური არხები აგებული. ეს მიყვარს, ეს არის ჩემი ჰობი. დიდი სიყვარულია როგორც ასეთი და თქვენთვის მე ვიდეოების გადაღება, თქვენთან საუბარი ასე ვიდეოებიდან. აი ხა როდესაც ვსაუბრობ კამერასთან, მგონია რომ ყველას გესაუბრებით, ვინც მიყურებს და ძალიან სიამონებს და მე ხა ქართულ არხს არ ვაკეთებ ნახვების რაოდენობის გამო და გამოწერების რაოდენობის გამო. კი, რა თქმა უნდა, მიხარია, ბევრი გამოწერი მყავ, 263,000 გამოწერი მყავ, ბევრი ნახვები, ხალხის სიყვარული, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიხარია, მაგრამ ანუ კონკრეტულად როგორც სხვა არხებს უდგები ჩემს სამსახურს და ნახვებს და ასე შემდეგ, ისე არ ვარ ქართულ არხზე. ამიტომ მეგობრებო, იცოდით რომ მე რასაც ვაკეთებ, აქ ვაკეთებ სიამონებისთვის. თანაც ვიდეოში ეხა აუცილებელი ხო არა რაღაც დაძაბულობა მოხდეს, ან რაღაც მომივიდეს, ან რაღაც მოხდეს, ან ტაცებლები იყვნენ, ან მაინც და მაინც რაღაც ხო არ უნდა მოხდეს, ხო? მე პირიქით ვმატრობ ხოლმე რომ მოდივარ ტყეში, რომ არაფერი მოხდეს. რომელ ადამიანს უნდა რომ რაღაც მოხდეს, რაღაც ისეთი ცუდი ან დაძაბული. არ ჯობია მშვიდად იყო ბუნები დატკბე, ხალხს ესაუბრო, ხან საჭმეს მომამზადებ, ხან რაღაცას ავაშენებ, ხან სხვადასხვა ადგილებს გაჩვენებ, ხან მანქანით ლაშქრობაზე ვიქნები. ანუ ცუდად არ გამიგოთ, ვისაც მიუმართავ. არც მე გავუგებ მათ ცუდად, იმიტომ რომ ისეა ხალხი მიჩოული, რომ იუთუბერები ვიდეოებს აკეთებენ თითქოს მხოლოდ გამომწერების და ნახვების გამო. აი მე რო ეგრე ვაკეთებდი, დამიჯერეთ ისეთ რაღაცებს გავაკეთებდი, რომ არ ვიცი, ვერავინ გაიმეორებდა. მაგრამ არა, მე მირჩევნია გავაკეთო ყველაფერი კარგად და მშვიდად. არის ხოლმე ბუნებრივად, რა თქმა უნდა, დაძაბული მომენტებით ტყეში ხარ, ან ცხოველს შეხვდები, ან ცხოველის ხმას გაიგებ, ან რაღაც მოხდება, მაგრამ როგორც ასეთი, რომ მაგის საძებნა წახვიდე და შარი ეძებო რა, ესე რომ ვთქვათ, ეგრე არა. აი ძველად რო გამეკეთებინა ასეთ ტიპის ვიდეოები, დამიჯერეთ შარს ვიპოვიდი, იმიტომ რომ
სხვანაირად ვიქცეოდი, უფრო რისკავდი ბევრ რაღაცას. ახლა რისკავ ხოლმე, მაგრამ მაშინ ბევრად რა. აი ხან კლდეებზე თოკზე ვეკიდებოდი ხოლმე და ამბები, აი ყველაფრის დამის და რაღაცების გარეშე შორთებში მიდევ ერთი 9 ჯორზე ვარ დაკიდებული ხელებით თოკზე. მაგრამ ეგეთ რაღაცებს აღარ ვაკეთებ პირველ რიგში, იმიტომ რომ არ უნდა გავრისკოთ ჩვენი სიცოცხლე. ღმერთმა გვაჩუქა ყოველ დღე რო თენდება, ყოველ ახალ დღეს გვჩუქნის და სიცოცხლე არ უნდა გავრისკოთ. ყავს ძვირფასი ადამიანები, ყავს ცოლი, შვილი. იმ ჩემს ცოლს მეუღლეს სჭირდება, ჩემს შვილს მამა, ყველა საყვარელ ადამიანს სჭირდები, აგერ ტაისონსაც სჭირდები, მოდი ჩემთან. და არ უნდა გავრისკოთ არაფერი. ამიტომაც იმედია სწორად გამიგებთ მეგობრებო, რაც თქვი. გამოიწ ტაისონ, გამოდი. რომელი გზითაც მოვედი, იმ გზით აღარ მივდივარ. ესე გავუყვები ხევის ქვემოთ და მე პირიქით ზემოთ ავუყვები, ოღონდ შედარებით მანქანის გზით, იმიტომ რომ მანქანა ზემოთ არის ზღუდე. მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. თქვენ უყურებთ BBR-ს, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.